Opa, კიდე. Ჩო. აი მე ესეთი უდარი აქვს, რა. Opa, აი ძლივს. სალამი მეგობრებო, დღეს გამოვიდით ისევ ბასებზე სათევზაოდ ტბაზე. ვინაიდან და რადგანაც 3-4 ლოკაციაში შევამოწმე უკვე. ჯერჯერობით ძალიან პასიურია. ასევე პასიურია ზღვაზეც. ზღვაზე თევზაოს საზრი არ აქვს დიდად, ეხლა იმიტომ რომ წყალი ძალიან ცივია. ასე რომ სადაც შედარებით ცოტა აქტიური იყო, იქით წამოვედი. კარჩხანებზე თევზაობას ისევ ამჯობინე. ბასზე თევზაობა. დღეს ვეცდები რომ შედარებით მოზრდილი ბასი დავიჭირო. ნახოთ როგორ წავა თევზაობის პროცესი, დასაწყისშივე გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და დავიწყოთ თევზაობა. დაახლოებით აი ესეთ ადგილზე მოვედი. ბევრად სიღრმე არის აქ. აი წინ რაღაცანაც წაიხტუნავა. და დაუშვებ დღეს უკვე დიდი სატყვარით ვარ, დიდი სილიკონით. ოფსეტური ნემსკავი მიყენია, იქიდან გამომდინარე სუბალახია აქ. და ოფსეტური ნემსკავი გვეხმარება იმაში, რომ არ გავიჭედოთ ბალახებში. ფაქტიურად შეგიძლია ძალიან თავისუფლად ამ ნემსკავით ბალახიან წყალში თამამად გაატარო, ისე რომ არ შეგეშინდება რომ ჩაგიწყდეს, ან გაიჭედოს. თავარეთში უკან ვინმე არ დადგეს, სწორედ თან გავიყოლებ. ვეცდები რომ აი აქ კუნძულზე გადავიდე. იქიდან უფრო ღია ადგილი არის. და თუ იმ კუნძულზე გადავედი, უფრო დიდ არეალს ავიღებ, უფრო სუფთა ნაკლებად ბალახიან ადგილებში გავისვრი. აი პატარა ბასები რამდენი არიან აქ. ის და ესე არჩენს, აი დაბრუნდილი კარჩხანაც. შედარებით უმეტესი მაინც პატარა ბასები არის აქ. ხო და რავი, რატომაც არა. თუ დიდებმა არ აიღო, ვეცდები რომ პატარებით ვიკაიფო. ჩვენი პარკური ყოველთვის გვეხმარება კაი ლოკაციებზე მისადგომად. შვენიერი. შეუცვლი შედარებით პატარა სილიკონზე გადავალ. Opa, tačta. Gaizro dampalma. Vamos rađiš. Opa. კაი ზომა, შედარებით კაი ზომის ეს ჩეხონი ბიჭო. აი მე ეს რა დავს ბიჭო. აუ აქ თუ ეს თევზიც იყო, არ ვიცოდი ნაღდად. ემოციური მომენტი იყო, იმიტომ რომ მაგ თევზს მართლა არ ველოდებოდი აქ. ანუ ვიცოდი რომ სიბასი კი არა, ვიცოდი რომ ბასი იყო აქ მარტო და კარჩხანა, მაგრამ ეს ჩეხონი თუ რაც არის, კაროჩე, ძალიან მაგარი თევზია რა, მოკლედ. და ძალიან ასწორებს მაგის ჭერა.
კაი დღე იქნება. ოპა, დავსვით. კაია. ეს ბასი, პატარა ბასი. ესეთი პატარა ბასი. ტევანის ხელაც არა. ბიჭო, აი კიდე გაიძრო. ანუ ორჯერ გაიძრო უკვე ძალიან ცოცხალი თევზია რა. დოჭდო, ზის. პატარა ბასი იქნება ისე. პატარა ბასი. წადი სხვა თევზი გვინა ჩვენ. აი ეგ არის. ოპა, ნახე რა ცოცხალია ბიჭო, შამაიასავითა. აი ესეთი. რუსულად ჩეხონი ქვია თუ არ ვცდები. ინგლისურად პრედატორი კარპი. ქართულად არ ვიცი ამის სახელი. არა? აი ესეთი. საკაიფო თევზი არის რა, სპინინგზე, ყანყალაზე. ეს ძალიან მაგრად უბერავს. ოპა, კაი, ხო, წყნარად. აუშვით. მოხიასია. წეღანდელი ზომა, რაც გამექცა პირველი, შედარებით უფრო მოზრდილი იყო. ეს ძალიან პატარა იყო, მაგრამ ისეთი უდარი აქვს, რა, როცა წაიღებს აღარ აჩერებს, კაროჩე. ძალიან მაგარი თევზია. ამის დაახლოებით 3-4 კილოიანი ეგზემპლარი იყოს დაჭერილი ფასიან ტბაზე რა. აქ არ მგონია მაგ ხელა იყოს, მაგრამ დაახლოებით 9 კილომდეც რო იყოს აქ, ეგეც ძალიან მაგარ შეგრძნებებს იწვევს. ძალიან მაგარი ადრენალინი აქვს. ასე რომ გავაგრძელოთ თევზაობა. Whoa, nice. Good. Opa. Alright, taka. Tan atsila. Просто немскай გამოედო საწყალს. გიჟო. წადი მიდი.
ოპა. ეს ისევ ჩეხონი? კი. აი, შვენიერი. შეთი. ლამასი. წყნარად. როგორი სახე აქვს, როგორი აპრეხილი პირი აქვს. ძალიან მევასება ეს თევზი და რა ვქნა. ესეთი მშვენიერი ზომა. ასწორებს. გაუშვით. ოპა. იდე. ეს უფრო მოზრდილია. Really? პირველად ნახეო ეს თევზი აქ ვინმეს დაეჭიროსო. უძლიერესი და გასართობად არის, უმაგრესი. ძალიან მაგარი თევზი. ოპა, კიდე. ორა მაგარი გზნობა ბიჭო. Take this. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან საინტერესო თევზაობა გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მეგონა რომ ძალიან პასიური იქნებოდა და პატარა პასებს დავჯერდებოდი. აღმოჩნდა რომ ახალი თევზი არის ამ ტბაში და შემდეგზე უკვე გამიზნულად ამ თევზს ათევზაოთ მოვალ. ძალიან მაგარი გზნობა, როცა აღმოაჩენ რომ ესეთ ადგილას ესეთი კაი თევზების ჭერა შეიძლება. ძალიან მე სიამოვნა, ძალიან გავერთე დღეს. თუ თქვენს მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერე არხი და შევხვდებით შემდეგ თევზაობაზე. დროებით.